გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები პირველზე მე სოელისაშვილი ვარ თქვენთვის მოშავებას პოსტების საინფორმაციო სამსახური იწყებს. ყოველთა წმინდანთა ხსენების კვირას სამების საკათედრო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ლიტურგია ჩაატარა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა. დღეს ილია მეორის მიერ დანერგილი ტრადიციის შესაბამისად მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 73-ე ეტაპი გაიმართება. მსახურების დასრულების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე დიუშენით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს დაალოცავს. ბავშვები და მშობლები სამების საკათედრო ტაძარში დილიდან იმყოფებიან, საღამოს 6 საათზე კი სამადლობელი მარში გაიმართება. მსვლელობა მოეწყობა რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე. თემამდე დღეს მოვიყვანეთ ბავშვები, უნდა შეხვდნენ ისევ პატრიარქს, მოვიყვანეთ წირვაზე საზიარებლად. ეს ბავშვები არიან ძალიან თბილი ბავშვები, ძალიან გონიერები. ისინი რწმენაში არიან თითოეული და სწორედ ამ რწმენამ გადაარჩინა ეს ბავშვები. დიდი მადლობა ჩვენს პატრიარქს დახმარებისთვის, გვერდში დგომისთვის, დალოცვისთვის და ყველანი გრძნობთ ამას, რომ გვერდში დაგვიდგა საპატრიარქო და ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა. მინდა მჯეროდეს, რომ საპატრიარქოს წვლილიც არის აი ამ ბრძოლის შედეგში. იმედს ვიტოვებთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება ყოფილიყო. დღეს აქ ვართ და ძალიან გვიხარია, ჩვენ შვილებს უხარიათ, რომ დღეს პატრიარქს ახლოდან იხილავენ, დალოცავს და ეს კიდევ ერთი იმედია აი ამ ბავშვებისთვის. ვფიქრობ, რომ საპატრიარქომ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ამიტომ მადლობა მინდა უთხრა საპატრიარქოს და უწმინდეს და უნეტარეს, რომელიც დღეს დალოცავს ჩვენ ბავშვებს, აზიარებს ჩვენ ბავშვებს. ეს არის ყველას მხრიდან, ყველა მშობლის მხრიდან, ეს არის მადლიერების საგანი, ყველა მშობელი, ყველა ბავშვი. მადლობას უხდით ეკლესიას და მადლობას უხდით უწმინდეს და უნეტარეს. ტელეკომპანია ფორმულას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას თითქოს გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და უცხოეთში იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ცნობა გადაუმოწმებელია. უწყებაში განმარტავენ, რომ შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არც ერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია. განცხადების მიხედვით მსგავსი ინფორმაციის გავრცელება უწყებისა და პოლიციელების მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობას ემსახურება. ქსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გაჟღერებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომ თითქოს გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და უცხოეთში იმყოფებიან. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არც ერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გადაცემაში ნახსენები პოლიციის თანამშრომელი შოთა მარუაშვილი გორში მომხდარი ინციდენტის დროს და არც შემდეგ შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, ხოლო გადაცემაში ნახსენები კიდევ ერთი სამართალდამცველი ბესიკ ქვრივიშვილი ადგილზე გამოცხადდა მომხდარის შემდგომ. აქვე აღნიშნავთ, რომ მედია საშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ მედია საშუალებასა და ყველა დაინტერესებულ პირს ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ფაქტობრივი გარემოებები შესაბამის უწყებაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბოლში მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. დავით სონღულაშვილის თქმით, დღევანდელ მსოფლიოში ეფექტიანი სისტემის ამოქმედება ნარჩენების და დანაკარგების შესამცირებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მინისტერიალი ფორუმის ნულოვანი ნარჩენის ფარგლებში ჩატარდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე დელეგაციის 1600 წარმომადგენელი, მათ შორის პოლიტიკის შემმუშავებლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურები, კერძო სექტორი, აკადემიური წრეები და სამოქალაქო საზოგადოები მონაწილეობდა. ფორუმი თურქეთის პირველი ლედის ემინე ერდოღანის ხელმძღვანელობითა და პატრონაჟით გაიმართა. დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც კლიმატის ცვლილება არის ერთ-ერთი გამოწვევა, აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად იმართოს ნარჩენები, მოხდეს ნარჩენების მდგრადი მართვა, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი არის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და ზუსტად ამას ეძღვნებოდა დღევანდელი მინისტერიალი. განხილული იყო ბევრი საინტერესო საკითხი, რომელიც თავისთავად ცხადია გლობალური გამოწვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები აუბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიხურება. კენჭისყრაში 19 პარტია და ბლოკი, მათ შორის მოქმედი პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია, ძლიერი სომხეთის წარმომადგენელი სამუელ კარაპეტიანი, სომხეთის ალიანსი და მისი ლიდერი, სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ასევე გაგიგ წარუკიანის სომხეთის კეთილდღეობა მონაწილეობენ. ხმის მიცემის უფლებით 2,5 მილიონამდე რეგისტრირებული ამორჩეველი სარგებლობს. საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ფაშინიანმა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი შედეგების გამოქვეყნებას დაახლოებით 23 საათზე დაიწყებს. ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის მოქალაქეები თავიანთ სათქმელს იტყვიან. დემოკრატია ყოველთვის მუშაობს, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ დონეზე. ეს არის რეგიონული მშვიდობის მთავარი ინსტრუმენტი. დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონის მომავალი მშვიდობიანი იქნება. აზერბაიჯანთან ურთიერთობა დალაგდება. საქართველოსთან კი იცით, რომ ძალიან ღრმა და ძმური ურთიერთობა გვაქვს და ის კიდევ უფრო გაღრმავდება. სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციური პარტიის ძლიერი სომხეთის 6 წევრი დააკავეს. ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით გადაწყვეტილება რამდენიმე პირის მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებს უკავშირდება. ასევე დაკავებულია ერევნის ყოფილი მერი გაგიგ ბეგლარიანიც. ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით ბეგლარიანი მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ის ერევნის მერი 2009-10 წლებში იყო, 2012-16 წლებში კი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის პოსტს იკავებდა. ბეგლარიანს ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ფულის გათეთრება ედება. ლიტვაში სამთავრობო კოალიცია დაიშალა მმართველმა სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ კოალიცია პარტნიორ ნემანის განთიადის დაატოვებინა. დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თავდაცვის საკითხები, მათ შორის ბელარუსის საზღვართან ახლო სამხედრო პოლიგონების შექმნის გეგმა სახელდება, რომელსაც ნემანის განთიადი ეწინააღმდეგებოდა. გადახდილი სახლების სახურავები, დასეტყული ვენახები და საკარმი დამონაკვეთები კახეთის სტიქიის შედეგებს ითვლიან სეტყომ და ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები მნიშვნელოვნად დააზიანა. უამინდობამ ზიანი მიაყენა პანკისის ხეობას, სოფელ საკობიანს, ალვანს, ოჟიოსა და ყოღოთოს. ადგილობრივების ინფორმაციით სტიქია 15 წუთამდე გრძელდებოდა, შედეგად კი დაისეტყვა ვენახები, ერთწლიანი კულტურები და ხეხილის ბაღები. ძლიერი ქარის გამო ალვანში საცხოვრებელი სახლის სახურავებიც დაზიანდა. ელჩბათ რო დაიწყო სეტყვა ალბათ 15 წუთი 20 წუთი მაინც და ქარიშხალი საშინელი ქარიშხალი მსხვილი წვრილი რა ვიცი სეტყვა მოდიოდა ძალიან გადაათეთრა ყველაფერი მთლიანად 100%-ით გაანადგურა ალბათ მოსავალი ვენახების საერთოდ და ბოსტნეულიც რა თქმა უნდა ხილი ყველაფერი არის განადგურებული. ეს დაღა შეეხება იგი დღეშია რა ვენახი გინდა ბოსტნეული გინდა ავი საზამთრო ნესვი რაც ეხლა ახალი ამოსულია და გინდა ვენახი სუძის ყრია დაბლა საერთოდ გააყრენა მარცვალი აღარ აქვს საერთოდ და ხორბალი დააზიანა იგივე თვის ბოლოს ხორბალი იქნებოდა უკვე სახლში იყო და უცბად რომ გამოიხედა სეტყვას და მანქანებს უყურებდით მანქანები არ გაგვისეტყოს არც შესაბარებელი ქონდა და რას ხედავს სახურავი ახადაოდა. ბიჭო, ვიყურები ამ სახურავს, კაცო, საწაიღო ეს ახდილი სახურავი და ვერ გამოვდივართ გარეთ რა, ისე ძლიერი სეტყვა და ქარი იყო, წვიმა, საშინელი და მე რო ჩადგა ეს ნელა რო ავედით და ესე წიგნივით არის გადმოუკეცილი ეს ნახევარი სახურავი. განადგურებულია ვენახები, სავარგულები, მარცვლეული კულტურებია დაზიანებული, რომელიც უკვე შესაძლებელი იყო ორ კვირაში აღებულიყო. ასევე შეტყობინება შემოვიდა სახურავების გადახდაზე, მოგლეჯილია ხეები, ჩართულია სამაშველო სამსახური, რომელიც მუშაობს და ამ გზებს წმენს მოტეხილი ტოტებისგან და გადაქცეული ხეებისგან. ასევე მერიის შესაბამის სამსახური გასულია უკვე და დეტალურად დაიწყეს დღეიდან ამ სტიქიის შედეგების აღწერა და ზარალის შეფასება. თელავში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ ცენტრში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვის ვადით გაწვეული და ნებაყოფობით დარეგისტრირებული პირები გამოცხადდნენ. წვევამდელები კახეთის რეგიონული ცენტრიდან ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში მშობლებმა და ოჯახის წევრებმა გააცილეს. სამხედრო ქვედანაყოფში ახალგაზრდებს ჯარისკაცის ფორმა და აღჭურვილობა დაურიგდათ, რის შემდეგაც ისინი ყაზარმებში განთავსდნენ. წვევამდელები ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას 8 კვირის განმავლობაში გაივლიან და
სასაცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს შეისწავლიან. პირები, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატსაც მიიღებენ. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მივიღებ შესაბამის გამოცდილებას და ცოდნას. მოუწოდებ ახალგაზრდებს, რომ ყველამ გაიაროს სამხედრო სამსახური და იმსახუროს ქვეყანას. ჩვენ ოჯახზე ძალიან ამაღელვებელი დღეა. ამ დღეს ელოდა ჩემი შვილი, რომ წასულიყო ჯარში. ძალიან დიდი სიამაყით მიდის. ჩემი შვილი ზაზა გოგოჭური ჯარში თავისი სურვილით. წვევამდელთა უმრავლესობამ ნებაყოფლობით გამოთქვეს სურვილი, რომ იმსახურონ თავდაცვის ძალებში. ეს ერთის მხრივ მიუთითებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ხოლო მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისათვის. რუსთავის მერიაში სოციალური პედაგოგიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების გერმანულ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რუსთავის მერი, რუსთავის დელეგატი პარლამენტში და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. გერმანული დელეგაციის ვიზიტის მიზანი სოციალური პედაგოგიკის სფეროში ურთიერთთანამშრომლობა და არსებული გამოცდილების გაზიარებაა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის საჭირო პროგრამებზე და ამ მიმართულებით რუსთავში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. ამ ეტაპზე რუსთავის მერია სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრი კესანეს ახალი შენობის მშენებლობას გეგმავს. მათი ინტერესია, რომ ორმხრივი თანამშრომლობა შედგეს სოციალური პედაგოგიკის მიმართულებით. რაც შეეხება სოციალ პედაგოგიკას და სპეცმასწავლებლებს, ეს არის სწორედ ის მიმართულება, სადაც ჩვენ განსაკუთრებულად ვფიქრობ, გვესაჭიროება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება. ევროპული პროგრამის Erasmus Plus-ის ფარგლებში ვიმყოფებით საქართველოში. ჰქონდა შესაძლებლობა დაგვეთვალიერებინა ეს არაჩვეულებრივად ლამაზი ქვეყანა. ჩვენ სოციალური პედაგოგიკის და ზოგადად საგანმანათლებლო საკითხებზე ვმუშაობთ. დედაქალაქში და რუსთავში დავათვალიერეთ სკოლები, საბავშვო ბაღები, განმავითარებელი ცენტრები, პროფესიული კოლეჯები და მათი მუშაობის სპეციფიკას გავეცანით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ თემებზე, რითაც სასარგებლო შეიძლება ვიყოთ ერთმანეთისთვის, გამოცდილების გაზიარების თუ სხვა სახის თანამშრომლობის სფეროში. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-20 საუკუნის მოღვაწის, ინტელექტუალის, მკვლევარისა და მთარგმნელის დავით ონიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ონიაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი და საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებული იყო. მისი ხელნაწერები ჩვენ სახლში არ ინახებოდა, ეს თარგმანები, ხელნაწერი ყველაფერი ინახებოდა. ძალიან მადლიერი ვარ დღევანდელი საღამოსი, რომ ეს საღამო და ამ წიგნის პრეზენტაცია არის მისი სახელის, ასე ვთქვათ, უდასაყოფად. მე დამიკავშირდა ქალბატონი თინათ მისიხარულიძე, როგორც ვიცი, საჯარო ბიბლიოთეკიდან, ბიბლიოთეკაში მიაწოდეს ჩემი კოორდინატები და აქედან მოხდა ჩვენი შეხვედრა და ქალბატონ თინას აი გაუღალავი შრომით და მისი, ასე ვთქვათ, დიდი დამსახურებით მოხდა ამისი გამოქვეყნება. დავით ონიაშვილი დაბადებულა 1893 წელს გორში, სოფელ ხიდისთავში. და გორში მაჭავარიანების სტამბაში დაბეჭდა წიგნი ბაირონიზმი და მსოფლიო მწუხარება წინა საუკუნის დასაწყისში. და ეს არის პირველი მონოგრაფია ბაირონზე საქართველოში. ჩვენ ქართველები უნდა უთხრდებოდეთ იმ განცრას გვაქვს უფრო მეტად, ვიდრე ამას ვაკეთებთ. და ასეთი განძია დავით ონიაშვილი. ძალიან მიხარია, რომ დღეს მე აქ მოვხვდი. იმიტომ რომ მონაწილეობ ისეთ საქმეში, რაც საქართველოს ჭირდება. ეს ძალიან დიდი მოღვაწეა. თავის დროზე დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელის მომწერი. პროექტ კინო მოგზაურის მეშვიდე გასვლითი კინოჩვენება ზუგდიდში გაიმართა. მაყურებელმა ფილმი შინდისის გმირები ნახა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი სამხედროების გმირობაზე იხილა. პროექტი რეგიონებში მოგზაურობს მობილური კინოთეატრის ფორმატით განხორციელებული ინიციატივა მიზნად ქართული კინოს პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების კულტურულ პროცესებში აქტიურ ჩართულობას ისახავს. კინო მოგზაური თითოეულ რეგიონში კინოჩვენებებს, მასტერკლასებსა და შეხვედრებს გააერთიანებს. მაყურებლების შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ რეჟისორებს, მსახიობებსა და კინოსფეროს სხვა პროფესიონალებს, გაეცნონ მათ გამოცდილებას და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის შემოქმედებით საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეს პროექტი ხორციელდება 4 რეგიონში პირველ ეტაპზე. ჩვენ როგორც აღნიშნეს ზუგდიდში ვართ ვაჩვენეთ ფილმი შინდისი. ძალიან კარგი დასწრება იყო. შერეული ემოციებით ვარ, ახლა კი ახსოვს. მაგრამ ყველაზე მთავარი ემოცია რაც დამიტოვა ეს იყო რომ სრულად გადმოსცა ამ ფილმმა ისად ჩვენთვის როგორც მაყურებლისთვის ძალიან რთული იყო ამ სიუჟეტების ხელვა და აღქმა. სპორტის მინისტრმა საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიუღოცა. ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა ფრანკფურტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ კომიტეტში მესამე ადგილი მოიპოვა. ეროვნულმა ნაკრებმა ჰოლანდიის, ხორვატიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის გუნდები დაამარცხა, ხოლო თურქეთის ნაკრებთან შეხვედრა ანგარიშით 3-2 დათმო. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში კი საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 3-0 სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. სპორტის სამინისტროში უმასპინძლეთ საქართველოს კარატეს ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული медаლი გუნდურ ასპარეზობაში სპორტულ კარატეში მიაღწია ბრინჯაოს მედალს, რომელიც ამავდროულად სალიცენზიო ხასიათის იყო. აღნიშნული მოპოვებული შედეგით საქართველოს ეროვნული ნაკრები ასპარეზობს სოფლიო თასზე. გაიმართა ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა და დაფიქსირდა ისტორიული შედეგი. ეს არის გუნდური ბრინჯაოს медаლი, რომელიც აქამდე საქართველოს არ ქონია ეს ტიტული. მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ შარვალს დაფასებისთვის და მოწვევისთვის, ხოლო რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ძალიან კარგად ჩაიარა. ინდივიდუალურში ავიღე ბრინჯაოს медаლი, რაც კარგი არის, მაგრამ შემდეგში ვეცდები რომ გავაუმჯობესო. მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ გოგიტა არქანიას, ჩვენს მწვრთნელს, მას ლომის წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში. თბილისი არენას ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელი მიენიჭა. საზეიმო ღონისძიებაზე სპორტის სასახლის ფასადზე სპეციალური მემორიალური დაფაც გაიხსნა. ქორქიას სამგზის ევროპის ჩემპიონი, ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი, მსოფლიო სტუდენტური თამაშების ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის გამარჯვებულია უკვე თბილისის დინამოს მწვრთნელის რანგში. ჯორჯიკია კი ევროპის ჩემპიონი, ჰელსინკის ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიო სტუდენტური თამაშების ჩემპიონი, მრავალგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელია. თბილისის სპორტის სასახლეს, რომელიც 2022 წელს სწორედ ევრობასკეტისთვის აშენდა, მიენიჭა ვეტერანი კალათბურთელების, იმ ადამიანების სახელი, რომლის მხრებზე, რომლის საფუძველზე დგას ქართული კალათბურთი. ეს არის ბატონი ნოდარ ჯორჯიკია და ოთარ ქორქიას სახელები. ეს არის სიმბოლური, რომ მათი სახელი ერთობლივად იქნა მინიჭებული ამ სპორტის სასახლეზე, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ქართული სპორტის და მათ შორის ქართული კალათბურთის ძალიან ბევრი დღესასწაული და გამარჯვება ველოდება. 21 წელიწადი ველოდებოდი ამ წუთს, ალბათ შენ გარდაიცვალა 21 წლის წინ და ბატონი ნოდარის დაახლოებით იმ მომენტში დიდ მადლობას მოვახსენებ ნამდვილად ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა. ოთარი და ნოდარი ერთად მოდიოდნენ სულ ერთად და მაგათმა გაიყანეს პირველად ის არბიელზე ქართული სპორტის დიდება. ეს იყო პოპულარიზაცია ეგრეთ ქართული კალათბურთის და უამისოდ ალბათ ქართული კალათბურთი ვერ მიაღწევდა იმ წარმატებებს, რაც დღეს აქვს. ეს იყო ახალი ამბები პირველზე, ჩვენ ზუსტად 4-ზე დავბრუნდებით დროებით.